ასე ერთი ტექსტური შეტყობინებით გაიგო 10-ზე მეტმა დემონსტრანტმა მათი ანგარიშების დაყადაღების შესახებ. საქმე 6 თვის წინ გამოხატულ პროტესტს უფრო კონკრეტულად კი რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე დგომას ეხება. არც ერთ მოქალაქეს ჯარიმასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღია გელა გელაძის უწყებისგან. მათ არც ამ ჯარიმის გასაჩივრების შესაძლებლობა აღარ აქვთ. როგორც ჩანს, რეჟიმმა გზაზე თუ ტროტუარზე დგომის გამო აქციის მონაწილეების პატიმრობა არ იკმარა და ახლა სტუდენტებს, პროფესორებს, ექიმებს და პენსიონერებსაც კი ანგარიშებზე წვდომა შეუწყვეტა. ვერც ერთი მათგანი თანხის სრულად დაფარვამდე საბანკო ბარათების გამოყენებას ვეღარ შეძლებს. საბატრო პოლიციის ჯარიმები, რა თქმა უნდა, არავის არ მოუტანია, ეს არის მათი ვალდებულება, რომ სახამდე უნდა მოგიტანონ, ხელი უნდა მოაწერო განჩინებას და მას შემდეგ ხდება ეს ჯარიმა ჩაბარებული, არავის არ მოუტანია, მაგრამ ზოგადად აქტივისტები ვართ და ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომ უნდა გადავამოწმოთ ხოლმე და 5 წინა წლის 5 თებერვალს დამეიწერეს პირველი ჯარიმა, 1 წელი გავიდა დღეს და 1 წლის თავზე დამაყადაღეს. ეს არის ქართული ოსმების ერთ-ერთი მორიგი რეპრესიული სულა, ხოლო ეს რეპრესიები ჩვენთვის უკვე ნაცადია, არაფერს არც გვაკლებს, პირიქით უფრო მეც სურვილს გვიჩენს, რომ ამ ყველაფერს ვებრძოლოთ, ამ ასე ვთქვათ, სამართლობას დაუპირისპირდეთ. აქამდე ხდებოდა ის, რომ მაგალითად მოქალაქეებს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს გვერდში დავდგომოდით, თანხის მხრივ გულისხმობ. მობილიზება მოგვეხდინა რა, მოკლე ამბავი რომ მომყვე, რუსთაველზე ეს ხდება. იქ მე და შენ არ არსებობს, ყველა ერთად ვართ და რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ ერთმანეთი გავიტანოთ და როგორც ჩანს, ეს ვერ ხერხდებოდა და ეხა ერთბაში დატყვით გადაწყვიტეს, რომ საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი გახადონ ყველაზე მეტად მოწყვლადი და რაღაცნაირად ის მიზანი რაც დასახული აქვს რომ გაგვაქციონ ქვეყნიდან აისრულონ, მაგრამ რა თქმა უნდა ცდებიან. რეპრესირებული მოქალაქეების რიგებში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სამოქალაქო აქტივისტი გიორგი წულაია, რომელიც ქართული ოცნების მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში შეტანილი ცვლილებების დროს რეჟიმის სამიზნე ყოველ ჯერზე აღმოჩნდა. თავდაპირველად ის 5,000 ლარით დააჯარიმეს. შემდეგ კანონის გამკაცების ფონზე 8-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გზის გადაკეტვის ბრალდებით გაუშვეს. ამის შემდეგ ტროტუარზე დგომის გამო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაც დაიწყეს. ახლა კი ანგარიშებზე წვდომაც შეუზღუდეს. წულაია მის მიმართ დევნას პოლიტიკურ აქტიურობასა და რუსთაველზე პროტესტს უკავშირებს და იმის ფონზე, რომ სულ მალე აქტივისტის შესაძლოა პროტესტის გამო 1 წლით ციხეში აღმოჩნდეს, განებებას არაპირებს. მე ახლა რაზეც მომივიდა ყადაყა, ეს არის 2025 წლის თებერვალში გზის გადაკეტვის გამო მიღებული ჯარიმა, იმ დროს არიჟებოდა გზის გადაკეტვა ადმინისტრაციული სასჯელით. შემდგომ უკვე გასული წლის ოქტომბერში მე დამაკავეს გზის გადაკეტვის გამო, როდესაც უკვე გაამკაცრეს. ამის შემდგომ, როცა მე დავტოვე ოქტომბერში ციხე, შემდეგ მიიღეს კიდევ ერთი დრაკონული კანონი, ეს იყო ტროტუარზე დგომის გამო დანაშაული, ამის გამოც აღზრეს შემწინააღმდეგა საქმე. ყოველი მათი ეს მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში ჩაახშონ განსხვავებული აზრი, იქნება წარუმატებელი. რითია იხსნება საიდუმლოდ დაწერილი ჯარიმები დემონსტრანტებისთვის. იურისტები არაერთ დარღვევაზე საუბრობენ და რიგ რეკომენდაციებს გასცემენ. იურისტების თქმით, წესით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა სამართალდარღვევაზე მოქალაქე უნდა გააფრთხილოს წერილობითი ან სატელეფონო კომუნიკაციით. მათ ფაქტობრივ მისამართზე უწყებაც კი უნდა ჩააბარონ. დღეს კი მსგავსი კომუნიკაციის ფორმა ვერ ვიხილეთ. ანუ გამოდის, რომ რეჟიმს ნებისმიერ დროს შეუძლია მოქალაქეს ანგარიშებზე წვდომა სრულიად დაუსაბუთებლად შეუზღუდოს და დაცვის უფლებაც წართოს, რაც მათი შეფასებით ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. თავარი მიზანი სწორედ ეს არის, იმიტომ რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები და განსაკუთრებით ის პასუხისმგებლობის ზომები, სანქციები, რომელიც იქნა ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შემოტანილი, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. და ორი მთავარი პრობლემა აქვს. ერთი ის, რომ ეს პასუხისმგებლობის ზომები არის აშკარად არაპროპორციული და შეუსაბამო ამ ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან და მეორე მხრივ ჩვენ საკანონმდებლო დებულებებში გვხდება არაერთი ბუნდოვანი ჩანაწერი. ეს არის რა თქმა უნდა მორიგი შეტევა საკუთარ მოსახლეობაზე. მოცემულ შემთხვევაში ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ეს ყადაღის შესახებ SMS-ი მიუვიდა, შეტყობინება მიუვიდა, უნდა გამოითხოვონ შესაბამისი დოკუმენტაცია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ასევე ახსრულების ეროვნული ბიუროდან და მოახდინონ უკვე სამართლებრივი პროცედურების გავლა.
მას შემდეგ რაც თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ქართულმა ოცნებამ ამის ფონზე შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილება 5-ჯერ შეიტანა. გაამკაცრა და მოქალაქეებს ფაქტობრივად პროტესტი აუკრძალა. ახლა 5,000 ლარიანი ჯარიმების ნაცვლად დემონსტრანტებს ტროტუარზე და გზის საბალ ნაწილზე დგომის გამო 1 წლამდე ციხეც კი შეიძლება დაემუქროთ. ამის პარალელურად რეჟიმი პროევროპულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ყოველდღიურად ფინანსურ რეპრესიებსაც იყენებს.